მძიმე თარიღია, მძიმე საკითხებზე მოგვიწევს საუბარი, არც ქართული ოცნება არ გვაძლევს საბაბს ვისაუბროთ უფრო ოპტიმისტურად, როგორც თქვათ ჩვენ გვინდა. ბატონ ზაზა, დღეს ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ 2008-ში ომი საქართველოში რუსეთმა კი არა, Deep State-მა დაიწყო, რომ რუსეთის ავტორიტეტი შეელახათ და გაეფუჭებინათო. იგივეს ამბობენ 2022 წელს უკვე უკრაინაში შეჭრაზე. თქვენი სტატუსი შემომხვდა, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, თუ ასეა და მართლაც Deep State-მა დააორგანიზა ომი საქართველოს წინააღმდეგ, დაალაგდნენ Deep State-ის მიერ კონტროლირებული ევროპელები და ერთი მეორეს მიყოლებით უცხოდებენ მხარდაჭერას საქართველოს. არ ცნობენ რუსული ოკუპაციის შედეგებს და გვერდში გვიდგანან 2008 წელს რუსეთის მიერ დაწყებული ომის 18 წლის თავზეო. მე მინდა თქვენი აღქმები, თქვენი დამოკიდებულება მოგვიყვეთ ქართული ოცნების ხელისუფლების განცხადებებზე. ადრე ისინი ფორმალურად მაინც ცდილობდნენ ეთქვათ, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს მოხდა, ის დაიწყო რუსეთმა, გმირები გვყავს რუსეთ-საქართველოს ომში ქართულ მხარეს დაღუპულები. ახლა რა გვესმის? გვესმის, რომ ომი Deep State-მა დაიწყო, ომი საქართველომ დაიწყო, რომ ანწუხელიძე PR-ის მსხვერპლია და ასე შემდეგ. რატომ გათავხედდა ასე საქართველოს მმართველი ძალა? რა ვერ დავახვედრეთ სათანადოდ, რომ აქამდე არ მისულიყო ეს სიტუაცია, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში თეა დიდება იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის, ეს ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღეს ქართველი ერის მენტალობა მე ვიტყოდი გარდატეხის პროცესშია, კარგი თვალსაზრისით გარდატეხის პროცესშია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვასწავლიდან და ასე ვიცოდით ხოლმე სიმამაცის გამოვლენა, რომ აი წავალ თავს შევაკლავ მტერს მაინც არ დაუთმობ, მაგრამ თავის შეკლა ყოველთვის გულისხმობდა, რომ შენ ფაქტობრივად წააგებ, გმირულად, მაგრამ მაინც დაეცემი და ეს ის შემთხვევა აღარ არის, ეს ის შემთხვევა, როცა ქართული ხალხი გაიმარჯვებს. ჩვენ უბრალოდ თავს კი არ შევაკლავთ, პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შეაკლეს, მაგრამ მათ საქმეს დავასრულებთ გამარჯვებით. ეხლა რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ისინი კი არ გათავხედდნენ. ქართული ოცნება არ არსებობს რუსეთის გარეშე. აი ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ეს პოლიტიკური ძალა ვერ შეიქმნებოდა, ვერ იარსებებდა და დღემდე ვერ მოვიდოდა, რომ არ არსებობდეს ოკუპანტის სახელმწიფო, რომ არ არსებობდეს რუსეთი, რომ არ ეთქვა პუტინს 2012 წელს შემახსენეთ, როდის არის თქვენთან არჩევნებიო, რომ არ ეთქვა დუგინს 2018 წელს თუ სწორად მახსოვს, ჩვენ რომ 2008-ში თბილისი ტანკებით აგვეღო, ამაზე უკეთეს ძალას და ამაზე უკეთეს პარტიას ჩვენთვის უკეთეს რუსების ვერ დავსწავლო. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის რუსული რევანში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ჯერ კიდევ 2013 წელს შევადარე ქართული ოცნება ვიშის რეჟიმს და საქართველოში რეალობა სამწუხაროდ იდენტურია მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის რეალობისა, როდესაც ნაცისტებს, ნაცისტურ გერმანიას საფრანგეთის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილი ჰქონდათ ოკუპირებული უშუალოდ და სამხრეთი ნაწილი იმართებოდა კოლაბორაციონისტული ლეგიტიმური, სხვათა შორის ფორმალური თვალსაზრისით გარკვეულწილად ლეგიტიმური, მაგრამ კოლაბორაციონისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოშიც ეს ვითარებაა, ჩვენ გვყავს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი, ჩვენ გვყავს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ჩვენ გვყავს დღეს უკვე დღეს და უკვე მრავალი წელია თბილისში ის ხელისუფლება, რომელიც ერთ-ერთში სინქრონში აბსოლუტური იდენტური მესიჯებით საუბრობს მსოფლიოსთან დაკავშირებით, დასავლეთთან დაკავშირებით, საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით, ეს არის ფუნდამენტურად ანტიქართული რუსული ძალა. ქართველ ადამიანს თავში ვერ მოუვა იმის თქმა, რასაც კალაძე ამბობს. აი ქართველად თუ დაიბადე, ქართულად გაიზარდე, რაღაც გაგაჩნია აი ღირსების ელემენტარული ღირსება თუ გაგაჩნია, შეუძლებელია ის თქვა, რასაც ესენი ამბობენ. მარტო კალაძე არა, კიდევ ვიღაც უსახელო და უგვარო ტიპები არიან ახლა. აი რომ გამოაგორებენ ხოლმე პერიოდულად და მე აკრობენ, ანუ რეებს ამბობენ, რომ თურმე ეს ყველაფერი დაიწყო იმისთვის, რომ რუსეთი გაეშავებინათ, რომ თურმე
ვერ მივახციეთ ამ მიზეზს ჩვენივე ქვეყანაში ომის დაწყებით, თურმე რუსეთის ავტორიტეტი ვერ შევлахეთ, ჩვენ ვერც უკრაინა. წარმოუდგენელი განცხადებები. რუსეთის და რუსი ხალხის წინააღმდეგ აგორებული არისო კამპანია, კამპანიის აგორება ხო იმთავითო ნიშნავს, რომ რაღაცა ხელოვნურია ამაში, რაღაცა არაბუნებრივია, რაღაც არაკეთილსინდისიერია და ეს არის კაციჭამია სახელმწიფო, რომელიც სოფლიოში ყველას ეზიზღება მისი მოქალაქეების ჩათვლით. ჩეჩნებს, თათრებს, კარელი მოსახლეობას, შორეული აღმოსავლეთის მოსახლეობას, მთელ ჩრდილო კავკასიას და არა მხოლოდ თავმოყარე რუსებსაც კი, იმიტომ რომ იმდენად ანტიადამიანურია, იმდენად მიმართულია ბოროტებაზე, კვლელობაზე, დაპყრობაზე, საკუთარი ადამიანების და საკუთარი მოქალაქეების ღირსების გათელვაზე, ადამიანის სიცოცხლე მისთვის არაფრად არ ფასობს, ხო? და აი ამაზე გვეუბნებიან, რომ კამპანიურად მიმდინარეობს მისი გაშავება. ეს ჯანსაღი ადამიანის ტვინში როგორ უნდა იშვილოს? კალაძე ერთ-ერთი როგორ უნდა იშვილოს? ეს ხო გამორიცხულია, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ ეს კი არ არის პრორუსული ხელისუფლება. ეს ხელისუფლება პირდაპირ იმართება. აი პირდაპირ აქ შედან ჩემი ღმერთმენით აქ შედან ადამიანები, რომლებიც ამათ მესიჯს ბოქს უგზავნიან. სხვანაირად შეუძლებელი აიხსნას ის, რომ ტერი ოკუპანტი საქართველოს ისტორიული აი შეუთავსებელი რაც არის ჩვენს არსებობასთან ის სახელმწიფო ყოველდღურად აქებს ამ ხელისუფლებას. ეს ხო წარმოუდგენელია. ხო? ბატონ ზაზა, ორი საკითხი არის, რომელიც მინდა თქვენთან გავიაროთ და მოვასწროთ. დღეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრმა გორდულაძემ თქვა, რომ ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის იწყებენ მუშაობას კანონ პროექტზე, საშემოდგომო სესიაზე წარედგინება პარლამენტს და ის მიღებული იქნებაო პრაქტიკულად სიტყვის თავისუფლების უკანასკნელი ბასტიონი უნდათ დაეცეს და ბინძური კამპანია გაგრძელდება ყველა სიტყვის გამოკიდებით. მათ შორის იცით რომ საბოტაჟის მუხლით აღიძრა საქმეები რუსოფობიის წინააღმდეგ. და დასვეს ასეთი ტიპის კითხვა. სააკაშვილი იავარდებით ხვდებოდა რუს ტურისტებსო და ჩვენ რატომ გვაკრიტიკებთ იმისთვის, რომ რუსებს ვიცავთო და რუსოფობიას უკრძალავთ ქვეყანაშიო. ამაზე როგორი იქნება თქვენი პოზიცია? დავიწყოთ იმით, რომ რუსოფობია არის რუსული იმპერიული პროპაგანდისტული ტერმინი, რომლის მიზანია, რომ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა გაათეთროს. რომ ადამიანები, რომლებიც აღშფოთებული არიან ამ იმპერიული პოლიტიკით, ყლელობებით, აგრესიით, სხვა სახელმწიფოებში შეჭრით, იმ არაადამიანობით და ბოროტებით, რომელსაც ეს სახელმწიფო ყოველდღიურად ჩადის, წარმოაჩინოს უბრალოდ ირაციონალურ მოძალადეება თუ ზიზღის მძევლება. ხო, აი რუსოფობი ხარ და იმიტომ გძულს. იმიტომ კი არა რომ უკრაინაში ბავშვებს ხოცავს, იმიტომ კი არა რომ საქართველოში ორი რეგიონი ჩამოგვაჭრა და 2-3 გენოციდი მოგვიწყო. ამიტომ კი არა. იმიტომ რომ უბრალოდ ირაციონალურად გძულს თურმე რაღაც კამპანიას ხარ აყოლილი, ხო? აგორებულ კამპანიას. საერთოდ როგორ შეიძლება საუბარი იმაზე, აი იუსტიციის მინისტრი იყო, ხო, მაშინ ის ქალბატონი როგორ დაუძახო თუ რაც არის. როცა თქვა რომ ანწუხელიძეო ვიღაცის პიარ შეწირული არისო. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რუსებს არ მეუყენებია. თუ აწულუკიანს გულისხმობთ, უკვე ღალატის კომისიის ხელმძღვანელი იყო მინისტრი აღარ. რუსებმა ანწუხელიძე მოკლეს, მაგრამ მისი ღირსება ვერ გათელეს და თეაწულუკიანმა მის საფლავს ბოდიში და შეურაცხყოფა მიაყენა. ასეთი შეურაცხყოფა ამ გმირისთვის არავის არ მეუყენებია. ხა სააკაშვილი ახსენეთ თქვენ თეა და რა ვიცი, ერთ მაგალითს მოვიყვან, სააკაშვილი ომის დროს იყო ფრონტის ხაზზე. 14 წელი არიან ესენი ხელისუფლებაში. ერთი პრემიერი არ მისულა საოკუპაციო ხაზთან. არც ერთხელ. რატომ უნდა მივიდეო კითხვა გაუკვირდა როცა კითხეს ჟურნალისტები. ივანიშვილმა თქვა იქ რა მაინტერესებს, რა მჭირდებაო, ხო, ხარზე ჩამოვადო ვიღაცას თავი და ვიტირო. მერე კობახიძემ თქვა მენდეთო კამერების გარეშე ვიყავით, ეხა ეს კომენტარადაც არ ღირს, ხო, ესენი ბოდიში და მეტრნახევრიან პანდუს არ ხსნიან, ისე რომ ამაზე პიარი არ ააგონდა. საოკუპაციო ხაზთან მივიდა და ეს ჩვენ არ ვიცით, რა თქმა უნდა ტყუილია ეს. ამას არანაირი სანდოობა არ გააჩნია. 14 წელი რამდენი პრემიერი გამოიცვალა. ერთხელ არ მისულან საქართველოში ჩამოსული მეგობრები, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები მიდიოდნენ, მაგრამ მათ არ მიყვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტებიც ჩვენ გვახსოვს ზელენსკი როგორც კი ჩამოვიდა საქართველოში პირველად საოკუპაციო ხაზთან მივიდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩვენი ხმა მივაწვდინოთ აი რუსული, ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის მიერ დაზომბებულ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ზოგადად დაუშვათ, რომ ვიღაცას მართლა ჯერა, რომ ოკუპაცია დაიწყო 2008 წელს. სინამდვილეში ყველაფერი არის ძალიან მარტივი.
რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო 1992 და 1993 წლებში. აფხაზეთის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად მთელი აფხაზეთი კოდორის ხეობის გარდა დაიპყრო რუსეთმა 92-93 წლებში. ამ პერიოდში მან მოახდინა ორი გენოციდი, ორი ბრუტალური გენოციდი, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაჟლიტა უბრალოდ მიზანმიმართულად. გაეროს მიერ აღიარებული ფაქტია ეს. თან ეს ის კი არ არის, რომ აი ომის დროს გადაუარეს სოფელს და რაც მოხდა და ვინც დახვდათ ისინი მოკლეს. არა, ცეცხლის შეწყვეტის პირობებში დაიგეგმა ორივე გენოციდი. მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო იყო გაჩერებული, იარაღიც კი გატანილი იყო სოხუმში, როცა მოხდა ეს გენოციდი. ძიმე შეიარაღება გატანილი იყო იქიდან და აი ესე სეპარატისტების და დიახ კონკრეტული აფხაზების მონაწილეობით, შეგნებული მონაწილეობით, მათი დუმილით როგორც მინიმუმ, ხო, მოხდა ეს ყველაფერი, რომ 10.000 ქართველი გაიჟლიტა და ეს გენოციდი მოაწყეს რუსებმა 92 და 13 წლებში. 2008 წლიდან აი ბოდიში იმავე წელს 92 წელს მოახდინეს ცხინვალის რეგიონის დიდი ნაწილის ოკუპაცია, იქ დარჩენილი იყო ქსნის ხეობა და ცხინვალის მახლობლად რამდენიმე ქართული სოფელი, რომლის ოკუპაცია მოახდინეს უკვე 2008 წელს. მე გეტყვით რა შეიცვალა არსებითად 2008 წელს. შეიცვალა ის, რომ ოკუპაციას დაერქვა ოკუპაცია. შეიცვალა ის, რომ მიღებული იქნა ოკუპაციის შესახებ კანონი და დიახ, როცა ჩამოდიოდნენ აქ ომის შემდეგ რუსი ტურისტები, მათ აქ ხვდებოდათ ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, რომელსაც ქედი ვერ მოადრეკინეს, რომელიც ვითარდებოდა მიუხედავად მათი ბოროტი პოლიტიკისა, რომელიც სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსთვის. მთელი მსოფლიოსთვის ეს არ არის სუბიექტური შეფასება. ამას აქ მილიონი წყარო, მსოფლიო ბანკი, ბრიტანეთის მთავრობა, თემთა პალატა, ლორდთა პალატა, ამერიკის კონგრესი და სენატი, შუა აზიის ქვეყნები და სხვანი და სხვანი, ხო, რომელიც კოპირებდნენ ჩვენ რეფორმებს, უნდათ ასეთები ყოფილიყვნენ. და რა მოხდა შემდგომ? შემდგომ მოხდა ის, რაც რუსეთმა ვერ გააკეთა 2008 წელს. მადლობა ბატონზე. ერთ-ერთმა რუსმა ხელისუფალმა თქვა, არ მახსოვს ზუსტად ეს ვინ იყო, თუ არ ვთქვი, ესეც პუტინი იყო, მან თქვა, რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა, იმას გააკეთებს ქართველი ხალხი. რა ვერ დავახვედრეთ, თეა ჩვენ სათანადოდ ვერ დავახვედრეთ ის, რომ ავარდით. დღესაც არ არის ეს ბრძოლა სოციალური სამართლიანობისათვის, თუნდაც კონკრეტული მედია საშუალების გადარჩენისთვის, ან კონკრეტული რაღაც კონკრეტული სიკეთისთვის, ხო, არიან ახლა პარტიები და ადამიანები, რომ აი ადამიანებს მათ ყოველდღიურ რუტინულ პრობლემებზე უნდა ესაუბრო. კი, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობაში ვართ. ჩვენ საუბარი გვაქვს გადარჩენა არ გადარჩენაზე. დღე-დღეს განაკვეთზე და საპენსიო ასაკზე რო ვილაპარაკოთ, მანამდე უნდა გადავრჩეთ. როგორც თავისუფალი სახელმწიფო და თავისუფალი მოქალაქეები. აი წარმოიდგინეთ, ერთსაც ვეთქვი და დავასრულებ ამით. აი წარმოიდგინეთ, ერეკლე მეორის დროს აღა მაჰმად-ხანის წინააღმდეგ რო გაერთიანებულიყო მთელი ევროპა. და ამ დროს ვიღაცას რო ეთქვა საქართველოში ესო აღა მაჰმად-ხანის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარიაო და აგორებული კამპანიაა. აი მას აკეთებენ ესე. კი ბატონო, სწორედ ასეა.